გადაცემა დრო და ადამიანებში მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც 2007 წლიდან შეიქმნა. დღემდე მოსახლეობის და ბიზნეს ოპერატორების უფლებებს მკაცრად იცავს. ვინ არის საერთაშორისო ორგანიზაცია ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური? მე ვარ ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურის უსუსოს წარმომადგენელი, ამ ეტაპზე ვარ საქმეთა მმართველი და მოგიყვებით რატომ დაარსდა და ვინ არის ხარისხის ინსპექცია. ხარისხის ინსპექცია ფესვებს 2007 წლიდან იკიდებს. სპარტაკ მუკვანმა გენერალურმა დირექტორმა დააფუძნა ის სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგების მიზნით და საზოგადოების მაღალი საჭიროების გამო. მას შემდეგ მან გაიარა სწავლება და სპეციალურად ჩამოიტანა წესდება შვეიცარიიდან, განამტკიცა და გაამყარა თავისი წესდება, რომელშიც ჩასვა ადამიანების უფლებათა დაცვა, ასევე ჩასმულია მომხმარებლებისა და დამსაქმებლების უფლებები და ძალიან მნიშვნელოვანია ის პუნქტი, რომ გაწერილი გვაქვს წესდებაში ბავშვების უფლებები, დედების უფლებები, შშმ პირის უფლებები და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმ კუთხით რაც ბატონმა სპარტაკმა ჩამოიტანა და მას გვერდით უდგას ძალიან კარგი პიროვნება პირველი მოადგილე გიორგი მანჯავიძე ერთად მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი წესდება რომელიც დღეს ნამდვილად აწესრიგებს სამომხმარებლო ბაზარს. უსუსოს მთავარი მიზანი არის უსაფრთხოება, სიმშვიდე და ნამდვილად დარწმუნებული ვიყოთ ნებისმიერ ობიექტზე, ნებისმიერი მოსახლე, ადამიანი წყნარად და მშვიდად შევიდეთ. თუნდაც მივირთვათ სადილი, თუნდაც საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრება, ან ნებისმიერი ოფისი, თუნდაც ახლა მე ამ ეტაპზე რაღაცა სადაც ვიმყოფები ოფისში, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება, რამდენად არის ჩემი უფლებები დაცული, რამდენად შეგვიძლია ჩვენი შვილები მშვიდად და წყნარად გავუშვათ თუნდაც სკოლაში, სადაც გვეცოდინება, რას მიირთმევენ, საიდან მოდის ეს საკვები და რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. ყოველდღიურად მოწვდება ბიზნეს ოპერატორები და წარმოებები, რათა ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქტს გაწვდიდნენ თქვენ. ვზრუნავთ, რომ მათი სამუშაო გარემო იყოს დაცული, ჯანმრთელი და უსაფრთხო. ტარდება ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე. ვამოწმებთ ყველა დასაქმებულს, რათა მათ გქონდეთ უსაფრთხო სამუშაო პირობები. ვზრუნავთ, რომ შრომითი უსაფრთხოების წესები დაცული იყოს ყოველდღიურობაში. ვატარებთ პრევენციულ და საგანგებო დეზინფექციას ჯანმრთელობის დასაცავად. ყოველი საწარმო ვალდებულია დაიცვას ხარისხის, შრომითი უსაფრთხოების და სანიტარული ნორმები. ეს არა მხოლოდ კანონის, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობის მოთხოვნაა. უსუსო, თქვენი საიმედო პარტნიორი. ორგანიზაციისთვის მთავარი მიზანი არის პროფესიონალიზმი და პრევენცია. ჩვენ არ შევდივართ ობიექტებზე იმის გამო, რომ სადმე მოვიძიოთ რა დარღვევა აქვს მეწარმეს. ჩვენ შევდივართ პარტნიორობის მიზნით და ჩვენ გვინდა, რომ იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც აქვს რაღაცა გარკვეული კანონდარღვევები, მივაწოდოთ სწორი მითითებები, შევუდგინოთ სწორი ჩონჩხი, რომელთაც შემდგომში ის ნაკლებ კანონდარღვევას მიიღებს. ამით სამომხმარებლო ბაზარი აუცილებლად მოწესრიგდება და შემდგომში ბიზნეს
ბიზნეს ოპერატორს არ ექნება რაღაცა გაურკვეველი გასავლები, თუნდაც სანქცირების სახით, ასევე ბიზნეს ოპერატორი ჩვენთან პარტნიორობის შემთხვევაში ყველაფრისგან არის დაზღვეული, თუნდაც იმისგან, რომ შემდგომში არ დასანქცირდეს, ხო? ნახეთ როგორი სიტუაცია. საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ჯერ ის პრინციპი, რომ მაგალითად სანამ ნებისმიერი ბიზნესმენი გახსნის რაიმე სახის ბიზნესს, მაგალითად გაივლის სწავლებებს, შრომის უსაფრთხოების კუთხით, მაგალითად ხსნის კვების ობიექტს, ხო? არ გვაქვს ჩვენის ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბებული, რომ ჯერ გაიაროს ხარისხი და მერე შემდეგ შექმნას ბიზნესი. მერე რა რომ დირექტორია, ანუ დირექტორმაც კი უნდა იცოდეს რაღაცა განშტოებებში, სად უნდა ყავდეს შრომის უსაფრთხოება, სად ჭირდება ხარისხი, როგორ გაატაროს სანიტარო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. ამისათვის შევიქმნით ჩვენ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი თავის ტკივილი მოუხსენით ბიზნეს ოპერატორებს ჩვენი გაპარტნიორობით, დღესდღეობით ორგანიზაციას ასობით პარტნიორი ყავს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, კი არა, მხოლოდ თბილისით, საქართველოს მასშტაბით უკვე თითქმის 1000-მდე ბიზნეს ოპერატორს ვითვლით, რომლებსაც მოუწესრიგდათ, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულო. ძალიან ბევრი შეპესე და ფიზიკური პირი არსებობს, რომელიც მიდის ბიზნეს ოპერატორთან და ეუბნება, რომ მე მოგიგვარებ შენ შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველაფერს. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრ ფაქტთან მქონია შემთხვევა, როდესაც ამ ბიზნეს ოპერატორთან მოხდა დასანქცირება, შესაბამისად ამ დასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც უბრალოდ შტატში იყო აყვანილი და სამწუხაროდ ჰქონდა პრაქტიკის ნაკლებობა, ხო? ვერ გადაუხადა ბიზნეს ოპერატორს ჯარიმა და შესაბამისად ვერც გადაუხდის. არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეული, ხო? ნახეთ როგორი სიტუაციაა. ჩვენთან შემთხვევაში ორგანიზაცია სრულ პასუხისგებლობას იღებს თუნდაც დასანქცირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა შემთხვევა დასანქცირების, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით ბიზნეს ოპერატორს, ანუ ბიზნეს ოპერატორს რაღაცა უაზრო გასავალი აღარ აქვს. იმ ბიზნეს ოპერატორს კი, რომელსაც მაგალითად მოუწია დაჯარიმება, ნახეთ როგორი სიტუაციაა. თან შტატს უხდიდა ხელფას, თან მოუწია რაღაცა გარკვეული 4 ციფრის გადახდა, რომელზეც მას მიაწვა საკმაოდ დიდი ზიანი, ხო? ამის შემდეგ მან დაიწყო ჩვენთან პარტნიორობა და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია არის უსულო საგანი, ჩვენ ყველა შიგნით ძალიან მაგარი გუნდი და ძალიან მაგარი ადამიანები ვმუშაობთ და კონკრეტულად ამ შეპესესთან გადაწყვიტა ორგანიზაციამ პარტნიორობა უსასყიდო. და ჩვენ გვსურს, რომ მომავალში ყველა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, შეპესე, დაწესებულება, მინი კაფეტერია არ უნდა იხდიდეს ამ თანხებს, ანუ თავად შეუძლიათ იყვნენ განსწავლული ამ კუთხით, თავად შეუძლიათ გაიარონ ტრენინგები 6-9 საათიანი, თუნდაც 3 თვიანი, არ არის საუცილებელი ყველა იყოს სპეციალისტი ამ საქმეში, როცა ორგანიზაცია შენს გვერდით არის, ანუ მშვიდად ხარ, იცი რომ მე გამოგიყოფ ისეთ საჭირო კადრს, რომელიც შენ მოგიწესრიგებს ობიექტს. ორგანიზაციაში დასაქმებული ყავს ძალიან ბევრი შრომის უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი, რომელიც ობიექტზე მუშაობის დროს იღებს სრულ პასუხისმგებლობას. დიახაც გვაქვს იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია ვართ, რომლებიც შედგებიან ადვოკატებისა და იურისტებისგან, ბუღალტრებისა და აუდიტის თანამშრომლებისგან, ხარისხის მენეჯერებისა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული და დიპლომირებული კადრებისგან. ასევე ყავს სანიტარო-პროფილაქტიკური ღონისძიებების სპეციალისტები და ყველაფერს იმას, რასაც სახელმწიფო ბიზნეს ოპერატორს სთხოვს მოსაწესრიგებლად, ყველაფერს ამას ორგანიზაცია აკეთებს, ასე ვთქვათ, ერთში. ნახეთ, ასეთი გუნდი და ასეთი პროფესიონალიზმით შექმნილი გუნდი გვაძლევს იმის ამბიციას, რომ ვიყოთ სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგების კუთხით ერთ-ერთი და განუმეორებელი ორგანიზაცია. დღეს ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურმა გაატარა არაგეგმიური ვიზიტი ერთ-ერთი პარტნიორი ბიზნეს ოპერატორის ობიექტზე. პირველ რიგში გადამოწმდა სანიტარო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასევე გადამოწმდა გამოყენებული პრეპარატები ობიექტზე. შემდეგ გადამოწმდა მაცივრების ტემპერატურული რეჟიმი, პროდუქციის განლაგება მაცივარში და მათი ვადები. მაცივრებში განლაგებული პროდუქციის შენახვის პირობები მეტად მნიშვნელოვანი გახლავთ. როტაცია კი მეტად მნიშვნელოვანი პუნქტია აქ ყველაფერ მოცემულში. აღნიშნულ მაცივარში ხედავთ მაქსიმალურად დაცულ სტანდარტებს, რაც საკმაოდ სასიამოვნო და მოსაწონია.
ასეთი სტანდარტის მიყოლის შემთხვევაში მუშაობაც და სამუშაო პროცესიც მეტად ეფექტური და გამარტივებულია ყველა ბიზნეს ოპერატორისათვის. თითოეულ მოსახლეზე ზრუნვას გამოხატავს ორგანიზაციის პარტნიორი ობიექტის გადამოწმება, სწორი მითითებები და ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და სანდო პროდუქტი. ზუსტად ეს ქმედება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დაცულია თითოეული ადამიანი, თითოეული მომხმარებელი და ორგანიზაცია კი მუდამ მზადყოფნაშია, რომ დაეხმაროს ბიზნეს ოპერატორს მისი ბიზნესის სწორად წარმართვაში. ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური ყოველთვის მზად არის დაეხმაროს პარტნიორ ბიზნეს ოპერატორს. და ჩვენ აქ ვართ. იმიტომ რომ დღეს შენს უსაფრთხოებას ფასი აქვს. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ფინანსებზე, არ ვართ ორიენტირებული შოუს მოწყობაზე. ჩვენ იქ ვართ, სადაც თქვენ საერთოდ შეიძლება არ აღმოგვაჩინოთ და თუ შედიხართ ისეთ ობიექტზე, სადაც ამგვარად და თვლით რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, იქ ვართ ზუსტად ჩვენ. ანუ ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას სიღრმისეულად, სიღრმისეულად, როდესაც ვიწყებთ პარტნიორობას, ყველაფერს ვიწყებთ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, არ არის ჩვენი მიზანი გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 3-ჯერ, კვარტალში ერთხელ მაინც ვაწარმოებთ ბავშვთა სახლების დახმარებას, ვიძიებთ უბნებში შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებთაც ვეხმარებით პროდუქტით, გარკვეული სურსათ-სანოვაკით. ასევე მივდივართ ამ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვებს ნამდვილად, მესმის, რომ დღეს ყოველას შეიძლება წიწიბურა უნდოდეს, ან ბრინჯი უნდოდეს, ან რაღაცა გარკვეული პური, ხომ? მაგრამ იმ ბავშვებს, რომლებთაც ყველაზე წმინდა და ყველაზე ლამაზი სახეები აქვთ, უნდათ თოჯინა, უნდათ მანქანა. ჩვენ გამიზნულად წინა დღეებში მივდივართ, გებულობთ ამ ბავშვებს კონკრეტულად რა ჭირდებათ, მე გვყავს გამოყოფილი გუნდი, რომელიც დადის და იძიებს ზუსტად იმას, რაც იმ ბავშვს ჭირდება და მივდივართ ასეთი საჩუქრებით. ასევე ორგანიზაცია ეხმარება განცხადებით მომართვის შემთხვევაში მედიკამენტებით სამწუხაროდ დაავადებულ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თვის განმავლობაში ერიცხებათ ორგანიზაციისგან ასე ვთქვათ თანხები, რომლებიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ასევე გვაქვს რამოდენიმე პრეცედენტი, როდესაც სოციალურად დაუცველ ადამიანს არ ჰქონდა იმ წუთში იმის უნარი, რომ გადაუდებელი ოპერაცია დაეფინანსებინა და ორგანიზაციამ ეს უზრუნველყო. ამ კუთხით ორგანიზაციას ძალიან დიდი ამბიციები და ძალიან დიდი მიზნები გვაქვს. საქართველოს უნდა გახდეს ერთ-ერთი წარმატებული, უსაფრთხო და მშვიდი გარემო მოსახლეობისათვის, მათ შორის მეწარმეებისა, დასაქმებულისათვის და დამსაქმებლებისთვის, ასევე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან. ძალიან მარტივია ჩვენი პოვნა. გვაქვს ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც არის 16144. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაგვიკავშირდეს და იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც ნამდვილად აქვს იმის ინტერესი, რომ თავისი ბიზნესი მოაწესრიგოს და მოიყვანოს სისრულეში. რამდენადაც დღეს სახელმწიფოს გეზი აქვს აღებული სამართლიანობისკენ და უმეტესწილად ამ კუთხით უსაფრთხოებაც ლაგდება, ძალიან მარტივია ის, რომ მოწესრიგებულ სამართლიან და სიმართლით სავსე ქვეყანაში აუცილებლად უსაფრთხოება იქნება დაცული. ძალიან მარტივია ის, როდესაც სახელმწიფო ამდენად გეხმარება, რომ შენ გვერდში დაუდგე ბიზნეს ოპერატორს, ეს რა თქმა უნდა, ნახეთ, რამხელა ძალას გვაძლევს სახელმწიფო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევქმნათ და შევქმენით და ამდენი ხანი სამომხმარებლო ბაზარზე ვართ, ხო? წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსი არის ის, რომ დავასაქმოთ, ვასწავლოთ და გადავამზადოთ უკვე ნასწავლი კადრი და ამაში სახელმწიფო ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენშიც და ეს ყველაფერი ერთობლივად და ერთიანად მოგცემს მოწესრიგებულ ქვეყანას. როდესაც ბიზნეს ოპერატორთან ვიწყებთ პარტნიორობას და ის ჩვენი პარტნიორი ხდება, ნახეთ, მას სჭირდება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, ხო? კანონმდებლობით.
ასევე ჭირდება ხარისხის მენეჯერი, რომელიც ყოველთვიურად მას გაუკონტროლებს ობიექტს, პროდუქციის მიღებას, შენახვის ვადებსა და ასე ვთქვათ, რეცხვა დეზინფექციის პროცესებს, ხო? ასევე თვეში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია რამოდენიმეჯერაც გატარდეს, აუცილებელია სანიტარო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასევე ყველა ბიზნეს ოპერატორს ჭირდება ბუღალტერი, იურისტი, ადვოკატი, ხო? წარმოიდგინეთ, შევედით ჩვენ ობიექტზე და აქვს ეს ყველაფერი ბიზნეს ოპერატორს, უკვე აქვს. მან რომ ცალ-ცალკე დაიქირავოს ყველა ეს ადამიანი, რაღაცა გასავალი ექნება, რაღაცა არარეალური თანხა, რომელზეც მე ახლა დღეს არ მინდა ვისაუბრო და ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგებაზე ფიქრობს ორგანიზაცია და მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგება, ჩვენვე მინიმალური თანხებით და ეს არის ძალიან მინიმალური თანხები დღეს ამ ყველაფერს უწესრიგებთ მეწარმეს. ორგანიზაციას დელეგირების უფლებით საკუთრებაში აქვს ორი ოქმი, ეს არის საინფორმაციო ოქმი და შესწავლის ოქმი. რა ხდება საინფორმაციო ოქმის დროს? საინფორმაციო ოქმი იწერება ორგანიზაციის პარტნიორ ობიექტებთან თვეში 3-ჯერ ან 4-ჯერ მინიმუმ. აი მაგალითად, თქვენ ხართ ბიზნეს ოპერატორი, ხო? თქვენ ხართ დირექტორი, რომელთანაც მე გავაფორმე ხელშეკრულება და თქვენ გინდათ სიმშვიდე. თქვენ არ გჭირდებათ ის, რომ დაძაბული იყოთ, რომ ხოლ რაღაცა კანონდარღვევას ჩაიდენთ ან არასწორად მიიღებთ პროდუქციას. ამით დაზარალდებით თქვენ, დაუცველი იქნება თქვენი უფლებები და ასევე მომხმარებლის უფლებები არ იქნება დაცული, ხო? თქვენ არ გინდათ ის, რომ თქვენმა ობიექტმა მომხმარებელს მიაწოდოს თუნდაც ვადაგასული, ან ვადიანი და შენახვის პირობების დარღვევის გამო ცუდი პროდუქცია, ხო? ამ შემთხვევაში საინფორმაციო ოქმი იწერება მეწარმესთან. მეწარმე არ არის ობიექტზე, მივედით, დავათვალიერეთ ობიექტი, შევისწავლეთ, დავადგინეთ რა არის პირველ ეტაპზე გამოსასწორებელი, დავტოვეთ საინფორმაციო ოქმი. დირექტორის საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში საინფორმაციო ოქმი ეგზავნება მეილზე იმისათვის, რომ იცოდეს დირექტორმა რა აქვს მინიმალური გამოსასწორებელი. მაგრამ პირველ შემთხვევაში საინფორმაციო ოქმში იწერება კრიტიკული გამოსასწორებელი კუთხით მომენტები. მაგალითად, რაც სასწრაფოდ აქვს ობიექტს გამოსასწორებელი, ხო? ასევე ვისაუბრეთ მეორე ოქმზე, რომელიც არის შესწავლის ოქმი. მიუხედავად ჩემი დიდი პრაქტიკისა, მინდა აღნიშნო ის, რომ შესწავლის ოქმი მხოლოდ რამოდენიმეჯერ არის გამოყენებული ბიზნეს პარტნიორებთან, მაგრამ ესეც მხოლოდ იძულების გამო, იმიტომ რომ შევჯერდეთ იმაზე, რომ თქვენ თავად ბიზნეს ოპერატორებს თქვენ უნდა გსურდეთ ყველაზე მაგარი ობიექტი ქონდეთ საქართველოში და ყველას სანიმუშო ობიექტი იყოთ, მაგრამ სამწუხაროდ არის ობიექტი, რომელთანაც ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ გავედით, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ჩვენი პარტნიორები და მე ვთვლი, რომ პარტნიორობის შემთხვევაში და თუნდაც აყვანელი თანამშრომლის შემთხვევაში თუ შენს წინსვლაზე არ ფიქრობ, ეს არის უბრალოდ თანხის გახარჯვა. ასეთ შემთხვევაში ერთხელ, ორჯერ მივიდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხო? დაუწერა ოქმში და გამოსასწორებლად მისცა რაღაცა, მაგალითად, უთხრა, რომ რამოდენიმე ხანში გამოვივლი და გთხოვთ ესენი მოწესრიგებული დამახოდეთ. ასევე ხარისხის მენეჯერმა მისცა მითითებები. ერთხელ, ორჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ თქვენ თუ არ აპირებთ გამოსწორებას თქვენი ობიექტის პარტნიორობის მნიშვნელობა იკარგება. ანუ ამით ჩვენი სახელიც ილახება და ორგანიზაციის, ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური უსუსისთვის რეპუტაცია და სახელი ყველაზე მაღლა დგას დღესდღეობით. ამ შემთხვევაში იწერება შესწავლის ოქმი. შესწავლის ოქმი მოიცავს შესაბამის სტრუქტურებთან გადაგზავნის ინფორმაციას. ჩვეულებრივად იწერება, რომ ამ ობიექტზე მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის პარტნიორობის განმავლობაში ვერა და ვერ მოვახერხეთ სიტუაციის ვერანაირი გამოსწორება. აქ არ არის საუბარი, რომ ოდნავ ცდილობს მეწარმე გამოსწორებას. აქ გულისხმობთ კატეგორიულად რომ ვერ ვახერხებთ გამოსწორებას. ამ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ეგზავნებათ შესწავლის ოქმი შემდგომი გამოძიებისთვის. ორგანიზაციას წლის გეგმებში ძალიან ბევრი რაღაცა აქვს და რამოდენიმეს გეტყვით მათ შორის. ეს არის უკვე არსებული კადრის ხელახლა გადამზადება, კოლეჯი ყალიბდება, რომელიც შემდგომ გადაამზადებს და უკვე გადამზადებულ კადრებსაც ხელახლა, ასე ვთქვათ, სერტიფიცირებას გაატარებს და ჩვენ გუნდში ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც არ იქნებიან მხოლოდ დანაზღაურებაზე ორიენტირებული, რომლებთაც სურთ, რომ ნამდვილად მოწესრიგდეს ქვეყანა, ნამდვილად სიკეთისკენ და უკეთესობისკენ წავიდეთ ჩვენ დღესდღეობით. ანუ იქამდე მინდა მივიყვანო საუბარი, რომ
თანხები და ხელფასი დღეს ისეთ დონეზე უნდა იყოს გაწერილი თავად საქართველოში და მივდივართ უკვე ჩვენ ამისკენ, რომ პრიორიტეტი უნდა გახდეს უსაფრთხოება, სიმართლე და სამართალი. ქვეყანა როდესაც არ ღალატობს პრინციპებს, რომელშიც მოსახლეობის დაცვა კუსტარულად დამზადებული პროდუქციისგან და იმ ნიტრატებისგან, რომელიც იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, მას ჯანსაღი ერიც ყავს და ბერიც. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ ადამიანის სიცოცხლე ჯიბის გამდიდრებას არ ბანაცვალოთ.